რუსთავის მუნიციპალიტეტის მეხუთე მოწვევის საკრებულო მორიგი რიგარეშე სხდომა გამართა დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 23 საკითხს უყარეს გენჭი. ეკა კუდარავაგი ამბობთ. საკრებულოს წევრებმა დღევანდელ სხდომაზე წარმოდგენილ სხვადასხვა საკითხებთან ერთად მერიის სამსახურების დებულებები და საშტატო ნუსხა დაამტკიცეს. რუსთავის მერის მოადგილემ კი საკრებულოს წევრებისგან გამარტივებული შესყიდვების განხორციელებაზე თანხმობა ითხოვა, რომლის მეშვეობითაც ქალაქში 4 პროექტი განხორციელდება, რაც რუსთავში სადრენაჟო სისტემებთან დაკავშირებულ პრობლემებს ნაწილობრივ მოაგვარებს. სხდომაზე განხილული იქნა 23 საკითხი. მიმდინარე საკითხებია ქალაქისთვის მეტად აქტუალური საკითხები, მაგრამ მე აქედან გამოყოფდი ქალაქის მერიის და მერიასთან შემავალი სამსახურების დებულების დამტკიცების შესახებ იქნა გადაწყვეტილებები მიღებული. მოწონებული იქნა აღნიშნული პროექტები, აღნიშნული საკითხები და ერთსულოვნად მიიღო გადაწყვეტილება ქალაქის საკრებულო. თბილისის თელეგრაფიაზე, რომელიც ქალაქში გადის ზემოთ მხრიდან, იქ მოშლილი არის სანიაღორე სისტემა, არ არსებობს და ხდება დიდი რაოდენობით წყლის შემოსვლა ქალაქში. იქ ვფიქრობთ, რომ მოვაწყოთ სანიაღორე სისტემა, რომელიც უნდა მიერთდეს ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს ჩინური კომპანია ახალი გზაზე, იქ კეთდება კიუვეტი და მივაერთოთ ეს სანიაღორე სისტემა ამ კიუვეტს, რომელიც ფაქტურად მოხდება წყლის არიდება ქალაქის. რიგარეშე სხდომაზე ცვლილება განხორციელდა რუსთავის მუნიციპალიტეტში შემავალ რამდენიმე სამსახურის სახელწოდებაში. ტრანსპორტის და ზედამხედველობის სამსახურები გაერთიანდა. ტრანსპორტის სამსახური გაერთიანდა ადგილობრივი ზედამხედველობის, მოსაკრებლებისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახურში. შესაბამისად, ტრანსპორტის სამსახური მიება ზედამხედველობის სამსახურს, რომელიც ახორციელებდა ტრანსპორტის კუთხით სამართლებრივ რეგულაციებს და კონტროლს. აღნიშნულ სხდომაზევე საკრებულოს წევრებმა თვითმმართველი ქალაქი რუსთავის 2014 წლის ადგილობრივ ბიუჯეტსა და შესყიდვების გეგმაში ცვლილებებზე იმსჯელეს.